ტაკლამაკანის უდაბნო, ცენტრალური აზია, ჩინეთი, სინძიანის პროვინცია. ის წარმოადგენს მსოფლიოს სიდიდით მე-18 უდაბნოს. ხშირად მას სიკვდილის ზღვას უწოდებენ. ტაკლამაკანი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ქვიშიანი უდაბნოა, ფართობით დაახლოებით 300,000 კვადრატული კილომეტრი. მისი სიგრძე 1000 კილომეტრზე მეტია, ხოლო სიგანე 400 კილომეტრი აქვს. უდაბნოს ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებს კვეთდა აბრეშუმის გზის განშტოებები. ამ უზარმაზარი უდაბნოს მთავარი ღირსშესანიშნაობა მაინც ადამიანის ნახელავია. ის არ იზიდავს ბევრ ტურისტს, ამის მიზეზი კი მისი გეოგრაფია და ჰავა. თუმცა ამ ყველაფრის ფონზე შეუძლებელია არ ვაღიაროთ მისი გასაოცარი მასშტაბი და სირთულე. დიახ, ეს ტარიმის ავტომაგისტრალია. ეს ავტომაგისტრალი მგზავრებს ეხმარება გადაკვეთონ სახიფათო უდაბნო სულ რაღაც ერთ დღეში. ამ უნიკალური ავტომაგისტრალის მშენებლობა 1993 წელს დაიწყო და 1995 წელს დასრულდა. მისი სრული სიგრძე 522 კილომეტრია. აქედან 446 კილომეტრი დაუსახლებელ ტერიტორიაზე, შუაგულ უდაბნოში გადის, სადაც არ ცხოვრობს არც ერთი ადამიანი. გარშემო არავინ ცხოვრობს, სწორედ ამიტომაა ტარიმის ავტომაგისტრალი ყველაზე გრძელი დაუსახლებელი გზა მთელს მსოფლიოში. ყოველი კილომეტრის მშენებლობაზე საშუალოდ 14 მილიონი დოლარი იხარჯებოდა. ეს გზა ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა ჩინელობისთვის. ამასთან, ამ პროექტის რეალიზაციისთვის მათ უამრავ პრობლემასთან შერკინება მოუხდათ. მათ შორის იყო, რა თქმა უნდა, დიდი სიცხე და რელიეფი. მას შემდეგ, რაც გზა აშენდა, ის არაერთხელ დაიფარა ქვიშის სქელი ფენით. ეს კი, რა თქმა უნდა, მასზე გადაადგილებას შეუძლებელს ხდიდა და საჭირო იყო დამატებითი სამუშაოები მის გასაწმენდად. ყოველი გაწმენდის შემდეგ ერთი და იგივე მეორდებოდა. გზა ისევ ქვიშით იფარებოდა. რაღაც უნდა გაეკეთებინათ, ამიტომაც ინჟინერებმა ასეთ საოცარ მეთოდს მიაგნეს. გზის გარშემო ხეები დარგეს, როგორც ბუნებრივი, ისე ხელოვნური. სპეციალისტებმა 5 წელი იმუშავეს ამ პროექტზე, იმისთვის, რომ შესაბამისი ხეები შეერჩიათ. ის რაც ქვიშას შეაკავებდა და ამავდროულად მალე არ გახმებოდა უდაბნოში სიცხის გამო. 1999 წელს მათ საცდელად 6 კილომეტრის სიგრძეზე დარგეს შერჩეული მცენარეები. თავიდან ეს მხოლოდ ექსპერიმენტი იყო. მათ არ იცოდნენ გაამართლებდა თუ არა ეს მეთოდი. ამ მეთოდმა გაამართლა და შეაკავა ქვიშა. ამიტომაც რამდენიმე წელიწადში ხეები 30 კილომეტრის სიგრძეზე დარგეს. 2003 წელს პროექტმა ხელისუფლებისგან საბოლოო ნებართვაც მიიღო. ამდენ მცენარეს ერთად მოვლა სჭირდებოდა. განსაკუთრებით უდაბნოს პირობებში რთული იყო მათი გახარება. ამიტომაც შეიქმნა მორწყვის ხელოვნური სისტემა, რომლის მეშვეობითაც ხეები მუდამ იღებდნენ საჭირო წყალს. ამ ტერიტორიაზე 100 მეტრის სიღრმეში წყალი აღმოაჩინეს. შესაბამისად გაკეთდა ჭაბურღილები, საიდანაც მილები მთელი გზის გარშემო გაიყვანეს. სპეციალური სარწყავი სისტემა კი წვეთოვნის სახით მცენარეებს საჭირო რაოდენობის წყალს აძლევდა. დღეს მცენარეები გასცდა საზღვრებს. ხეებმა გაიხარა და სიგანეშიც მოიმატა ხელოვნურმა ტყემ. დღეს მათი სიგანე 70 მეტრს ცდება. თითქმის 300 კილომეტრის სიგრძეზე გზის გარშემო მცენარეებია, რომელთა საერთო ფართობი 3000 ჰექტარზე მეტია. ეს გასაოცარია. ჩინელმა ინჟინერებმა შეძლეს და გააშენეს ტყე მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მშრალ უდაბნოში. აი სწორედ ამას ქვია საოცრება. მცენარეების და გზის მოვლისთვის აქ ყოველ 4 კილომეტრში აშენებულია სპეციალური შენობა-ნაგებობა, სადაც მომუშავე პერსონალი გამუდმებით ზრუნავს გზის სისუფთავესა და მცენარეების მოვლაზე. აქ კი ასობით ადამიანია დასაქმებული. მათ როგორც წესი 2 წლიან კონტრაქტს უფორმებს სახელმწიფო და შესაბამისად კარგი ანაზღაურებაც აქვთ. გარდა ამისა, გზა და გზა შევხვდებით რამდენიმე რესტორანს, სასტუმროს და საკვებ ობიექტს. გზა 500 კილომეტრამდეა სიგრძეში, ამიტომაც მგზავრებს უწევთ გაჩერება და დასვენება. თუ კი არ ჩავთვლით ადგილობრივ მომუშავე პერსონალს, მთლიანი რეგიონი დაუსახლებელია. მაგისტრალს ძალიან დიდი ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს, რაც ხსნის მის აშენებაზე დახარჯულ კოლოსალურ თანხებს. მისი თავდაპირველი დანიშნულება ნავთობსადენის მომსახურება იყო. ასევე უდაბნოში მდებარეობს ჩინეთში ყველაზე დიდი ბუნებრივი აირის საბადო. მაგისტრალის აშენებით კი გზა გაიხსნა ამ საბადოსკენ. ტარიმის ღრმული მოვაკებული დაბლობია დასავლეთ ჩინეთში. ტარიმის ღრმულის უდიდეს ნაწილს იკავებს ტაკლამაკანის უდაბნო. სწორედ ამ ადგილზეა ჩინეთის სრული ნავთობის ოდენობის 30%. 70-იანი წლების ბოლოს ჩინეთის ხელისუფლება აქტიურად შეუდგა ტარიმის ღრმულის შესწავლას და ნავთობის ამოღების საქმეს. 1994 წლის სექტემბერში კი უკვე აქტიურად მოიპოვებდნენ ნავთობს. თუმცა პრობლემა ნავთობის შუაგული უდაბნოდან ტრანსპორტირება იყო. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ტარიმის ავტომაგისტრალის მშენებლობა და ამიტომაც დახარჯა სახელმწიფომ ამდენი ფული. ეს არის გრანდიოზული პროექტი, რომლის მსგავსიც ჩვენს პლანეტაზე არავის გაუკეთებია.
ჩვენი დღევანდელი ვიდეოც ასე მიიწურა. გმადლობთ რომ თავიდან ბოლომდე უყურეთ მას. ეს ჩვენი ახალი არხია Boomstory. ამიტომაც ახლავე გამოიწერე რომ ხელი შეუწყო მის განვითარებას. მე კი რა თქმა უნდა შემდეგ ვიდეომდე გემშვიდობებით, რომელიც როგორც წესი ხვალ დაიდება.